კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, სიმართლე გითხრათ, გავბრაზდი იმის გამო, როდესაც გავიაზრე რა მნიშვნელოვანი დრო დავკარგეთ, მათ შორის ანაკლიის სპორტის არაშენების გამო და დაბლოკვის გამო და რამდენად გაზარდა პოლიტიკური რისკები, რომელიც ჩვენ ისედაც გვქონდა ამ გარემოში და რამდენად უფრო მეტად დაზღვეული იქნებოდა დღევანდელი შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის პირობებშიც, მოგცემთ საშუალებას, რომ შეაფასოთ ეს ყველაფერი თან რეგიონალურ მასშტაბში არსებული ცვლილებების გათვალისწინებით და შემდეგ დაგვრჩება დრო ვისაუბროთ გარკვეულ პროგნოზებზე ტრამპისა და პუტინის შეხვედრის. გამარჯობა, მადლობა რომ მომიწვიეთ. მართალია, როდესაც აი ამ კონტექსტში უსმენთ ჩვენ იმ ეკონომიკურ შედეგებს, იმ პოლიტიკურ შედეგებს, იმ კულტურულ შედეგებს, რაც იქნება საქართველოსთვის, იმ გავლენას, რაც იქონია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ბოლო დროინდელმა განსაკუთრებით გადაწყვეტილებად ზოგადად მისმა მმართველობამ ამ 2012 წლიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი ადამიანი არ გაბრაზდეს, იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი შანსი და ეს დიდი შანსი იყო დაწყება ევროკავშირში მოლაპარაკებების გაწევრიანებაზე, რაც პრინციპში ისეთი რამაა, რასაც ვერ მოერეოდა ვერცერთი სხვა დერეფნის ამ შემთხვევაში გახსნის ვერანაირი პერსპექტივა, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს იქნებოდა ნამდვილი სტაბილურობის შემოტანა რეგიონში და ჩვენ წინ ვიყავით ყველა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც დღეს აქვს შანსი ევროკავშირის წევროს, მათ შორის სომხეთზე, ხო, მათ შორის მოლდოვაზე და ჯერჯერობითაც კი წინა ვართ ინსტიტუციონალური თვალსაზრისით ძალიან ბევრ რამეში. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ შევხედავთ ამის ეკონომიკურ მახასიათებებსაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი იმაზე უკეთეს საქართველოში ვერ მოხდებოდა, ვიდრე საქართველოს ქონოდა ნამდვილი გეგმა ევროკავშირის გაწევრიანების შემდეგ 5-7 წელიწადს. აი ჩვენ საუბრობთ ბატონ პაატასთან ერთად გისმინეთ, რომ 5-7 წელი არის ის დრო, რაც პრინციპში დასჭირდება ამ ყველაფრის იმ ინფრასტრუქტურულ მომზადებას ამუშავებას, რადგანაც ჩაფიქრებულია, ხო? აქედან გამომდინარე, საქართველოს დღესაც არის ერთ-ერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც შეუძლია 5-7 წელიწადში იყოს ევროკავშირის წევრი. ბიძინა ივანიშვილს თუ გავუშვებთ, ჩვენ 5 წელიწადში შეუძლია სადღაც 2 წელიწადში მე მამუკა ხაზარაძის გამოხმაურება მახსოვს ამ დღეებში ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით და ვინ თუ არა მან და ბადრი ჯაფარიძემ ძალიან დეტალურად შეისწავლეს კი არა შეადგინეს ეს პროექტი საერთაშორისო ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიებთან, ამერიკულთან, იაპონურთან და ასე შემდეგ და ისინი ამბობენ, რომ ახლაც კი 2 წელიწადში ეს სპორტი შეიძლება თავის ეს საბაზისო ნაწილით შედგეს და ამუშავდეს. ზუსტად აი ამ წლების გათვალისწინებით რა ის 5-7 წელია ეს სივრცე, რომელიც ჯერ კიდე გვაქვს, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს გამოყენებული. ყველანაირი რესურსი, რაც საქართველოს აქვს, უნდა იქნეს ეფექტურად გამოყენებული და ეს არ ხდებოდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე 2012 წელს და საქართველოს დაკარგა იგივე ტექნოლოგიების ხაბის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც ასევე სომხეთში გაიხსნა. იმედია გავიხსენოთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ხელოვნური ინტელექტის ასე ვთქვათ კომპანია. განათლების თვალსაზრისითაც ბაქოში გადადის მაგალითად განათლების ძალიან დიდი წარმომადგენლობები თბილისიდან. იქ სხვა შორის ამაზე დეტალური საუბარი არის საჭირო ჩვენს ეთერში ამის თაობაზე არ აქვს დეტალური ინფორმაცია, იმიტომ რომ საქართველოს ამ ხრივ ნამდვილად ქონდა და ჯერ კიდევ აქვს რეგიონალური ჰაბის ფუნქცია, ასე ვთქვათ, უცხოელი სტუდენტების და ასე შემდეგ, რაც შემოსავლით ძალიან დიდი წყარო არის მეცნიერების განვითარებაში, მაგრამ შემოსავლით ძალიან დიდი წყაროც არის. ხო, ეხლა მაგალითად აქ ამ უბანში სადაც ჩვენ ეხლა მუშაობდა, საიდანაც ეთერში გავდივართ, აქ უძრავი ქონების მფლობელი და მცირე ბიზნესების მქონე ადამიანები შემოსავლების საკმაოდ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, მაგალითად სამედიცინო უნივერსიტეტში უცხოელი, ასე ვთქვათ, სტუდენტების ძალიან დიდი რაოდენობა. სოფლიო გეოპოლიტიკაზე მინდა იმიტომ რომ ცოტა დრო გრჩება და ამ ხრივ არის საინტერესო თქვენი მოსაზრებები. სულ რამდენიმე წუთის წინ თეთრი სახლის პრეზიდენტმა დააზუსტა ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ ეს შეხვედრა, რომელიც დაიგეგმა, სინამდვილეში პუტინის დაჟინებული თხოვნის შედეგი არის და არა ტრამპის, ასე ვთქვათ, შეხვედრა. მაგრამ ძალიან ბევრ რისკებს უკავშირდება და მეთანხმები გიორგი და რა არის ეს ძირითადი რისკები, რასაც გრძნობთ ახლა ჩვენ და ცდილობენ ევროპელებიც, ბრიტანელებიც თავისთავად უკრაინა რო დააზღვიოს, გვესმის ტრამპის მხრიდანაც, მათ შორის ნატოში შეერთებული შტატების ელჩის მხრიდანაც, მოვისმინეთ ტრამპთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებულია ტრამპის კეთილგანწყობის მატარებელი პოლიტიკური ფიგურის ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ ტრამპი ტესტს მოუწყობს პუტინს და ასე შემდეგ, თუმცა ამის პარალელურად თავის ტრამპის მხრიდანაც მოვისმინეთ რაღაცა ნოტები, რომელიც აშკარად არ მოგვეწონდა ბევრს და რომელიც ძალიან გავდა პუტინის ნარატივს
რაც არასასიამოვნო არის თავისთავად, მაგრამ ესეც ახასიათებს მაგს ამ ტიპის შეხვედრების წინ თვითონ როგორ ამზადებს ხოლმე შეხვედრას. აი თქვენთვის ყველაზე ისეთ ნეგატიურსა და პოზიტიურ ვერსიებს შორის რა არის უფრო მოსალოდნელი? ძალიან საინტერესო მომენტია ისტორიის, რაც ეს შეხვედრა ხდება. სინამდვილეში ჩვენ ნახეთ რამდენჯერმე რომ ტრამპის პოზიცია იყო იმგვარი, რომ ჩვენს უყოლას ძალიან შეგვეშინდა თუ ვინერვიულეთ, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე, აი გაზაფხულზე განსაკუთრებით, ხო, როდესაც ის ცნობილი რაღაც ინციდენტი მოხდა ტრამპსა და ზელენსკის შორის, როდესაც ყველა ძალიან დავიძაბეთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ რასაც ვხედავთ, არის რომ ტრამპს აქვს ძალიან გამოკვეთილი რიტორიკული სტილი, როდესაც ის ერთის მხრივ ეძახის მაგალითად პუტინს მეგობარს და მეორეს მხრივ აფორმებინებს აზერბაიჯანს და სომხეთს იმ შეთანხმებას, რომელთაც რუსეთი ფაქტობრივად კარგავს გავლენას ამ ორ ქვეყანას, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის, რომ ხანდახან ის ძალიან ვერბალურად აკრიტიკებდა ხოლმე ისრაელის თავდასხმას მაგალითად ირანზე და სინამდვილეში ირანს დააკარგა ფაქტობრივად პოტენციალი. დაიმახსოვროთ ეხლა რა ეტაპზე იყავით, რას თქვენ თქვით, აი ზუსტად ამისი გამოხმაურება და ანარეკლი არის დუგინის რეაქცია, რომელიც გუშინ და ხო და საინტერესო შინაარსია და მაყურებელს იმიტომ რომ ქართული ოცნება ხო დუგინისტი იდეოლოგიების თავში საყარია ის ზაზა შათერიშვილის თავში საყარია ხო და აი რას ამბობს თავად დუგინი რა რეაქციები აქვს იმაზე რაც ხდება ბოლო ხანებში დუგინის ტექსტს გიკითხავთ ქართულ ენაზე ქართულად შეიძლება რუსული ბერმა არ იცით კრემლის მთავარმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა გუშინ საღამოს გამოაქვეყნა ცოტა უცნაური და მიმანიშნებელი ხასიათის პოსტი და თუ რატომ ამას თქვენ ბოლოში მიხვდებითო ერთ-ერთი ქართული ძალიან საინტერესო საიტი აქვეყნებს ამას და მე ვციტირებ ფაქტობრივად მას როცა ქათამს თავს აჭრიან ის აგრძელებს სირბილს როცა ქვეყანა საზოგადოება დარგი კარგავს იდეას აზრს ისინი აგრძელებენ ყველაფრის კეთებას ისე როგორც ადრე მაგრამ თლად ისე აღარ პერესტროიკის პერიოდის საბჭოთა კავშირიც ასეთი სირბილი იყო მოჭრილი თავით წერს დუგინი ჯერაც არსებობს ყოვლისშემძლე პოლიტბიურო კომპარტია არის სტრატეგიული ტრია და არის სრული კონტროლი უზარმაზარ ტერიტორიაზე მათ შორის ყაზახეთზე, უკრაინაზე, საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, ბალტიაზე ყველაფერი კონტროლ ქვეშაა, მაგრამ თავი არ არის. KGB არის, მაგრამ თავი არაა. რუსეთის იმპერიის ბოლო წლებიც ასეთი იყო. მეფე არის, ტვინი არ არის და მგონია რაღაც მსგავსი გვიახლოვდება. დუგინის სიტყვებია. დუგინი ხვდება ამას. დუგინს ასევე ჰქონდა პასაჟი აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმებაზე და ის პირდაპირ ადანაშაულებდა ტრამპს, რომ დააკარგინა რუსეთს აზერბაიჯანი და სომხეთი შინაარსი ასეთი იყო ყოველ შემთხვევაში. კი, და რომ ეს რუსული იმპერია შეუწყობა. ნამდვილად და ჩვენ შეგვიძლია მარტივად შევხედოთ ამ სიტუაციასაც. კი, ტრამპს ექნება გარკვეული რეპლიკები, რომელიც ყოველთვის არის მისი რაღაც მედია კამპანიის ნაწილი, ხო? არ რჩება მისი პიროვნული თვისებების ნაწილიც არის, მაგრამ ნამდვილად არის მედია კამპანიის ნაწილი და ამას ჩვენ ხედავთ იგივე უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმებით აქაც ხო რაღაცას ყოველთვის აჩვენებს ამერიკულ პუბლიკას, რომ აი ამ კონკრეტული გეოპოლიტიკური შეთანხმებით ამერიკას რაღაც დარჩება, არის ტრანზიტული რაღაც თქვათ მომგებიანობა და ასე შემდეგ, ხო? სინამდვილეში ის ყოველთვის აკეთებს იმ პოლიტიკურ გათვლას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანია. რა არის მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატების? შემცირდა ირანის გავლენა ახლო აღმოსავლეთში, შემცირდა რუსეთის გავლენა ახლო აღმოსავლეთში. ეს ნიშნავს მეტ მშვიდობას. სადაც იყო მეტი ირანული გავლენა, მეტი რუსული გავლენა, იქ იყო მეტი პროქსი, ეგრეთ წოდებული არაოფიციალური სამხედრო მოქმედების წარმოებელი, ხო, როგორც არის ჰეზბოლა მაგალითად, როგორც არის ჰამასი, როგორც არის ჰუსიტები და ასე შემდეგ. რაც უფრო დასუსტებენ ისინი მით უფრო გაძლიერდება მშვიდობა რეგიონში, იმიტომ რომ ისინი დესტილ როგორც იყო ასაძ რეჟიმი. როგორც იყო ასაძ რეჟიმი, რომელსაც ასევე ყავდა თავისი არაოფიციალური ესენი, ხო? აქედან გამომდინარე, რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო შესუსტებენ ამგვარი მოთამაშეები. და ისინი იყვნენ დესტაბილიზაციის მთავარი წყარო. აქედან გამომდინარე, მე არ ველი იმას, რომ რაღაც განსაკუთრებული ცვლილება იქნება ამ მოლაპარაკებებით, რადგან პუტინის ამოცანა აშკარა, მას სურს, რომ კონფლიქტი გაიწევოს იქამდე, სანამ ის ცოცხალია. იმიტომ რომ აშკარაა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რომ ის ფიქრობს, რომ თუ რაღაცნაირად ეს კონფლიქტი დამთავრდა ისე რუსეთმა ვერ მოიგო და ამის შანსი აღარ არსებობს, რომ მან მოიგოს. მისი სიცოცხლეც ამას შეეწირება, იმიტომ რომ ასე ხდებოდა რუსეთში ყოველთვის, როდესაც
გავდება ომი, რომელიც რუსეთი ვერ იგებს. გამარჯვებად გააფორმოს. ამიტომ გაუჭირდება ძალიან. აქედან გამომდინარე, მას ჭირდებოდა თუ აგურავს. ყველა წინა შემთხვევაში რა მოხდა, ხო? სტატუს კვო არ შეიცვალა. არც ერთი შეთანხმება ნამდვილი ქმედით შეჩერებაზე ბრძოლისა არ გვინახავს. რატომ? იმიტომ რომ მას არ ჭირდება ასეთ შეთანხმება და მეორე მხრივ, მე მგონი ტრამპმა ძალიან კარგად იცის რა არის ხელსაყრელი ევროპისთვის, რა არის ხელსაყრელი უკრაინისთვის და მისთვის რა არის ხელსაყრელი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების წარმომადგენელისთვის, იმიტომ რომ მან მოახერხა მთავარი რამ. შეაიარაღა თავიდან ევროპა, დაახარჯინა ევროპას უფრო მეტი ფული შეიარაღების, რაც მთავარი აუხსნა და გააგებინა ეს რატომ ხდება უკრაინის მაგალითზე. მან შეაიარაღა ამით უკრაინაც, იმიტომ რომ ამ მისი შესყიდვების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა იქ წავა ასევე და მან ასევე მოახერხა სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება ამერიკის, იმიტომ რომ მისგან იყიდიან ევროპელები იარაღს. ამით რა თქმა უნდა ეს პარტნიორობაც აუცილებლად გაძლიერდება. შეიძლება დღეს არსებობს რაღაც გაუგებრობები, ხო, რატომ მოხდა ამ ფორმით მაგალითად ამ შეთანხმების დაწყება, მაგრამ საბოლოოდ დასასრული მე მგონი ყველა ვარიანტში არის რუსეთისთვის ცუდი, ევროპისთვის კარგი, იმიტომ რომ გაძლიერდა მისი თავდაცვის უნარიანობა და ამერიკის საც კარგი, ვინაიდან გაძლიერდა ევროპის თავდაცვის უნარიანობა, მას აღარ მოუწევს იქ მეტი ფულის დახარჯვა და ასევე მისი ინფრასტრუქტურისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ გაიყიდება ბევრი იარაღი, რომელიც მის პარტნიორებს მოხმარდებათ, ხო? ამ შემთხვევაში ძველი ზუსტად ამიტომ იმას რომ არ მოხდება ძალიან დიდი გარღვევა ამ შეთანხმებით, სამწუხაროდ იმიტომ რომ პუტინს არ უნდა რომ რაღაც ზოგადად შეთანხმება მოხდება თუ არა ეგეც გაურკვეველია. ამიტომ სავარაუდოდ ტრამპა თქვა რომ ეს იქნება პირველი შეხვედრა, რომ შეხვდები გავიგებ არის თუ არა ეს ერეზულ გადაწყვეტილებებისთვის მზად თუ არაო. სხვა შორის თავად უკრაინის პრეზიდენტი გუშინ გამოეხმაურა რა დღეს გამოეხმაურა რა ამ მოსავლობელ შეხვედრას თქვას რომ ეს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ასე ვთქვათ ურთიერთობის ნაწილია ცხადია იქ თუ უკრაინის თემას განიხილება მნიშვნელოვანი არის რომ ტრამპმა თავისი სამშვიდობო სტრატეგია გეგმა განახორციელოს რაზეც ჩვენ თავიდანვე მივყვებითო და ჩვენი ერის ინტერესშია მაგრამ დანარჩენი რაც უკვე უშუალოდ მის შინაარსს ეხება უკრაინის გარეშე ვერც მოხდება და არც მოხდება და ტრამპსაც აქვს ეს გაცხადებული ღიად და მან თქვა რომ მე რო დავაგარაგებს გამოვალ და მე ისევ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად გამიხილავ ამის მაგალითიც ნახეთ როცა რამდენჯერმე უკრაინამ უარყო ის შეთავაზება რაც იყო და გამოიყვანა მისთვის უკეთესი რაც როგორც იყო შეთანხმება ხო რომელიც გაფორმდა ამერიკასა და მას შორის მინერალებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ხო ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის თავარი რამ რომ კავკასიაში 1804 წლის მერე ასეთი ნაკლები რუსეთის გავლენა არ ყოფილა არასდროს 1804 წელს დაწყებული ომით ეს იყო მეოთხე ომი ხო სპარსეთთან დაიკავა რუსეთმა აზერბაიჯანი დიდი ნაწილი. შემდეგ 1826 წელს მეორე ომით უკვე დაიკავა სომხეთის დღევანდელი სომხეთის ნაწილი, ხო? მას შემდეგ რუსეთს სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენა არასდროს არ დაუთმია. და აგერ 1988 წელს დაიწყო ყარაბაღის კონფლიქტი, ხო? ყველა შესაძლებლობა ჰქონდა რუსეთს მის სახელმწიფოში, საბჭოთა კავშირში მოხდა, ხო ეს? რომ ის კონფლიქტი შეეჩერებინა იქვე 88 წელს, 89 წელს, 90 წელს, სანამ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი, ხო? მას არ ქონია ამის სულ, რატომ? იმიტომ მას უნდოდა რომ ეს კონფლიქტი გაღვივებულიყო. იმის მე 26 წელიწადი ხო ფაქტობრივად 27 წელიწადი რუსეთს ქონდა ყველანაირი შანსი რომ ხელი შეეწყო ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის. მათ შორის სამშვიდობო მისიაც კი ყავდა იქ 2020 წლიდან და იქამდე სომხეთმა მას ძალიან ბევრი ამაზე ალაპარაკობს გადაულოცა საზღვრების კონტროლიც კი თურქეთთან და 2025 წლამდე ისა კონტროლობდა მესაზღვრეებს ხო მას ქონდა ყველანაირი გავლენა ამ მდგომარეობის მესაზღვრეები აკონტროლებს. მე მგონი აეროპორტზე დატოვეს უკვე. კი გიორგი აი ჩვენ საუბარი შენ დაიწყე ახლა საუბარი თქვენ დაიწყეთ ახლა საუბარი და ქართული ოცნება გვისმენდა თუ რა იყო რამდენიმე წუთის წინ ზუსტად აი მშვიდობაზე სრულიად განსხვავებული პერსპექტივით ხედვა ამის ახსნა დაიწყეთ და ქართულმა ოცნებამ დადო თავისი პირველი საარჩევნო კლიპი. აი როგორ ფიქრობთ მისი შინაარსი რა ღერძზე იქნება აგებული? რომ ალბათ ისევ იმაზე რომ გვემუქრება რაღაც უბედურება. ომი კი გაყოფილია კრავ ეკრანის შუაზე, ისევე როგორც ეს გააკეთეს 24 საპარლამენტო. აქეთ უკრაინის დანგრეული ქალაქების ვიდეოები არის და აქეთ ესე იგი ჩვენთან რომ მშვიდობა არის. ამას აკეთებენ კვლავ. მეტი არ სათქმელი არაფერი აქვს და ამის ყველაზე კარგი პასუხი არის ეს შეთანხმება. კვლავ ომზე, კვლავ შიშზე. აი ამის ყველაზე კარგი პასუხი რაციონალური არის ეს შეთანხმება. აი ამის პასუხი რა ეს იმიტომ 27 წელიწადია რუსეთს ყველანაირი შანსი ჰქონდა მშვიდობა მოეტანა მისი პარტნიორი აზერბაიჯანისთვის, მისი პარტნიორი სომხეთისთვის. ყველანაირი შანსი ჰქონდა. აი ბევრი ხო აზერბაიჯანის ხალხს იმას იძახს უფრო სომხეთისკენ ყოფილინა იქ ბაზარი და ასე შემდეგ კი ეს ტენდენცია შეიმჩნეოდა, მაგრამ რატო არ მოუტანა მშვიდობა თუნდაც სომხეთს რატო არ მიეხმარა ბოლომდე? ან თქვათ აზერბაიჯანს რატო მიყიდა მაინც იარაღი წარსულში ხო? სინამდვილეში რა უნდოდა რუსეთს?
უნდა და სუსტი მეზობლები, რომელიც მის იქეთ ვესად ვერ წავიდნენ. კონფლიქტურ სიტუაციაში. რომელიც ვერასდროს გაერთიანდებოდნენ ევროკავშირში, რატომ? იმიტომ რომ მათ ექნებოდათ კონფლიქტი და კონფლიქტურ იმებს ყველა ერიდება, ხო, ტერიტორიას. აქედან გამომდინარე, რა მოხდა მაშინ, როდესაც მართლა დემოკრატიული ძალა ჩაერია როგორც შუამავალი. როცა ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერია ამ სიტუაციაში. აგერ პირველად ამ კონფლიქტის ისტორიაში ამდენი წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და მივიღეთ 100 წლიანი დოკუმენტი ამ ადამიანების, იმავე ადამიანების შესრულებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთმანეთთან დაცხრომას საერთოდ არ აპირებდნენ და რომელთა შორის რუსეთი იყო შუამავალი, ხო? და არაერთხელ იყო შუამავალი. ბიშკეკის პროტოკოლი იყო 94 წელს მერე 2020 წლიდან საერთოდ მშვიდობის ყოფილებიდან მესაზღვრეები ყავთ. ყველაფერი ქონდა, ხო, რუსეთს იმისთვის, რომ ეს მოეგვარებინა. რატომ არ გვარდება საქართველოს პრობლემა? რუსეთს აწყობს, რომ საქართველოში იყოს პრობლემები. რა წამს ჩვენ შევძლებთ, რომ ევროკავშირში შემოვიყვანოთ ჩვენს რეგიონში, იმ წამს იმ დღესვე დაიწყება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმიტომ არაფერი მშვიდობიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არავის ჩვენ თუ ვინმე არის ქვეყანაში მაგალითად ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს, ოკუპირებული სამაჩაბლოს მხარეს, ვინც საქართველოს არ ენდობა, ის ადამიანებს კი ევროკავშირს ენდობიან მეწმუნად. და რუსეთს არც ისინი ენდობიან და არც ჩვენ უკვე ესეთი ვითარება ყველას. რუსეთი მათთვის არის ომი ზუსტად და უბედურება, სიღარიბე, სიღატაკე და აი ცუდი ჯანდაცვა და ყველაფერი ის უბედურება, რაც ჩვენ გინახავს მთელი იმ წლების მანძილზე და თუნდაც უნახავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რა არის ამის პასუხი? ჩვენ თუ მოვახერხებთ, აუცილებლად მოვახერხებთ ქართველების ძალიან სწრაფად ცვლილებას ჩამოშლის გზით, მისი დემონტაჟის გზით, რასაც დღეს ვაკეთებთ, ხო, როცა ვარყევთ ამ რეჟიმს, როცა უკვე მოსამართლეებს წეშინიათ, ხო, ამის ისე აღსრულება როგორც დაავალეს, ხო? სინამდვილეში ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ 5-7 წელიწადში საქართველოს უკვე დახტეს ამ რეგიონის, ამ უმნიშვნელოვანესი ზანგეზურის, დერეფნის იმ დონეზე ამუშავებას, რაც არის შეთანხმებული ამ ქვეყნებს შორის. ევროკავშირის წევრ ქვეყანად. და საქართველოს გახდეს ამ გარანტირებული დიდი მშვიდობის ნაწილი. ზუსტად და მე არ მინდა რომ ვინმე ეშინოდეს იმის, რომ რეგიონში რაღაც ვითარდება და ჩვენ თითქოს ამის შანსი მეტი აღარ გვექნება. გვექნება თუ ჩვენ ვიქნებით დემოკრატიული ქვეყანა. რატომ? იმიტომ რომ არის კორეა, არის ისრაელი, არის სინგაპური, რომელიც კი პორტია, მაგრამ სინამდვილეში არაფერის გატარებით არ გამდიდრებულა. გამდიდრდა ადამიანური კაპიტალით და ჩვენ არ აგვაქვს იმაზე დიდი კაპიტალი, ვიდრე ჩვენი თავი. და ჩვენ თავს დღეს არ ეკუთვნის ეს ქვეყანა, ეს ეკუთვნის ბიზინა ივანიშვილს, ფარცხალაძეს, ვიღაცებს, ვისაც ხან იჭერენ და ხან უშვებენ და რაღაც ფულზე უთანხმდებიან და როგორც კი მათ წავართვებთ ამ ქვეყანას და ჩვენ თავს დაუბრუნდება. აღარც გადინება აღარ გვექნება ამ ხელა გონების გადინება ამ ქვეყნიდან და გვექნება შანსი, რომ ჩვენ ქვეყანას მოუხალოთ, ჩვენ თავს, ჩვენ ოჯახებს და ეს აუცილებლად აისახება, ვინაიდან ევროკავშირში ყოველთვის ასე მომხდარა. არაფერს არ ატარებს ლუქსემბურგი და არაფერს არ ატარებს ბევრი ევროპული ქვეყანა, მაგრამ ძლიერი და მყარი უსაფრთხოება, კლდეზე დაშენებული მშვიდობა, სტაბილურობა, ნამდვილი სიმშვიდე. ძალიან დიდი მადლობა.